უჩვეულო ვიდეო ბლოგი უნდა შემოგთავაზოთ ბავშვებზე. აი, ჩვენ შვილებზე. საკუთრივ ჩვენ შვილებზე, ანუ უმცროს თაობაზე. ახალგაზრდობაზეც არა, ჯეელებზე არა, ყმაწვილებზე არა. ეგრეთ წოდებულ თინეიჯერებზე არა, თლათ ბავშვებზე უნდა ვისაუბრო ახლა. უნდა ვისაუბრო სწორედ იმის გამო, რომ დღეს 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ჩვენი მთავრობად წოდებული ბანდაც ალბათ არ ჩამიხედავს, მაგრამ მაინც ყალბი პათოსით, ყალბი რიტორიკით ულოცავს ბავშვებს ან მშობლებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ბჭყალებში ჩავსვი, საკვირველია ეს სიტყვა ღირსშესანიშნავი. ხო, ალბათ გამოდის ვინმე კობახიძე ან ვინმე კალაძე და შესაძლოა ორივე მათგანს ხელში ატატებული ხავთ ბავშვები და სადღეგრძელო სიტყვებს ამბობენ იმაზე, როგორ უყვართ, ან რაოდენ აუცილებელია, როგორ უყვართ ბავშვები, ან რაოდენ აუცილებელია ბავშვებზე. ზრუნვა, რა საკვირველია, ასეც არის. აბა რა, თუნდაც ყალბად, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები რომ გვილოცავენ ამ კვლავ ბჭყალებში ვსვამ ამ სიტყვას ღირსშესანიშნავ დღეს, ესეც კარგია, მაგრამ სიყალბის მიღმა მწარე რეალობაც იმალება. არის ესეთი უფლებადამცველი, ბავშვთა უფლებადამცველი მაია ნასრაშვილი და მის სტატუს თუ არ ვცდები სოციალურ ქსელში, ანუ Facebook-ზე თავაზობს ფორმულა, მე კალდონი მაიას გვერდზე შემეძლო ცხადია შევსულიყავი, მაგრამ პრინციპში იგივეა და ამიტომ არ ჩავიკითხავ ალბათ, მაგრამ ძირითად პოსტულატებს კი გაგაცნობთ ამ ფრიად მძიმე სტატუსისა. კალდონი მაია წერს. ზარზე იმებამდე, რასაც გამართავს ყველა ეგრეთ წოდებული ცენტრალური მთავრობა, მუნიციპალიტეტები კვერს დაუკრავს ბევრი, ძალიან ბევრი, ცოტაოდენი მინდა გიამბოთ თითქოს მშრალი მონაცემები უკან უზარმაზარი ადამიანური ტრაგედიებით, უმოქმედობის, ფეხებზე დაკიდების, უგულებელ ყოფის, ბავშვების არ სიყვარულის შესახებ. დიახ, ჩვენ და ყველაზე არ ვსაუბრობ ცხადია. მე ვსაუბრობ უფრო ჩვენ, როცა ვამბობ, ვსაუბრობ სახელმწიფოზე და მე ვეთანხმები მაიას არ გვიყვარს ბავშვები, ჩვენ ყალბად გვიყვარს ბავშვები, ჩვენ მათზე არ ვზრუნავთ, ეს არის მწარე რეალობა. ხო, მთავრობას არ უყვარს ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კი გვიყვარს, რასაკვირველია, ჩემს მამყურებელს, ან თქვენ, უშუალოდ თქვენ, ვინც ახლა მიყურებთ. რა თქმა უნდა, ეს არც სრულყოფილი მონაცემებია, ბრძანებს კალდონი მაია და არც სრულად არ ასახავს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში, თუმცა მაინც ქმნის წარმოდგენას, როგორ ვიცავთ ქვეყანაში ბავშვებს. სკოლამდელი განათლება. კვლავ პრობლემულია გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული და ფიზიკური ბარიერები. ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისათვის სრულყოფილი წვდომა შეზღუდულია. დიახ, მართლაც ჩვენ არ გავდივართ ვერავაკიდან, ხო? ვერავაკე საბურთალოდან, ვერავაკე საბურთალო რუსთაველიდან, სოლოლაკიდან და არ ვიცით რა ხდება რაიონებში, რეგიონებში, რა ხდება სოფლებში. როგორ არის უზრუნველყოფილი ბავშვების, დაცული ბავშვების უფლებები. თუმცა სადღეგრძელო კარგად გვეხერხება მეც მათ შორის. ავდგებით ხოლმე ხშირად ფეხზე, ჩვენ შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას გაუმარჯოს ხმამაღლა ისე ვამბობთ, თითქოს ბევრი რამ გქონდეს გაკეთებული ამ მომავალი თაობისათვის. აგზელებს კალდონი მაია. სკოლამდელი განათლება ფიზიკურად ხელმისაწვდომია მხოლოდ 75%-ისათვის სოფლად და 83%-ისათვის ქალაქში. წარმოუდგენელი რიცხვია. 25% სკოლამდელ განათლებას ვერ იღებს რაიონებში სოფლად და 17% ვერ იღებს ქალაქებში. საშუალო განათლება 2024 წელს 10,800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი. ბავშვთა ქორწინება და განათლება. ქორწინების საფუძველზე 43 მოსწავლემ 38 გოგო და 5 ბიჭი შეწყვიტა ან შეუჩერდა მას სწავლა. იმიტომ რომ სასკოლო ასაკში შექმნეს მათ ოჯახები, როგორც მე ვხვდები. ხშირია შემთხვევები, როდესაც სტატუსის შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად მხოლოდ მშობლების განცხადება ფიქსირდება, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რასაკვირველია. მშობლები იმისთვის, რომ რეალური ვითარება დამალონ, თავად მიმართავენ და მიზეზებს კი არ განმარტავენ ხოლმე უმრავლეს შემთხვევაში. მიგრანტ მშობელთა შვილები
მიგნებები წელს გავუტრო მაია საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების 4%-ში 4%-ის მშობლები ემიგრაციაში არიან. ანუ წარმოიდგინეთ ბავშვი დადის საბავშვო ბაღში და მათი 4%-ის მშობლები არიან ისინი ვერ ნახულობენ მაინც ესე ვიტყვი იძულებით ემიგრაციაში წასულ მშობლებს. ბავშვები განიცდიან სევდას მარტოობასა და შფოთს. რამდენი ხანი არ დალაპარაკები ხართ საკუთარ შვილებს. Სუსტად იმ ასაკისა რამდენი ხანია არ გამხდარ ხართ, რა ასაკისაც არის თქვენი შვილი. ჩვენ შემთხვევაში მე კი 4 წლის შვილი მყავს უმცროსი, მაგრამ შეიძლება მყოლოდა 4 წლის შვილიშვილიც, ხო? აი, ჩემი ასაკის მოქალაქეებს მიმართავ ახლა. რამდენი ხანი არ დალაპარაკები ხართ თქვენს უმცროს შვილებს თუ შვილიშვილებს. რა უჭირთ, რაც ფიქრობენ, სისულელეებს ფიქრობენ შესაძლოა, სისულელეებს განიცდიან, მაგრამ თქვენ ან ჩვენ სისულელეებს არ განვიცდით. თუმცა მე ამ საქმის სპეციალისტი არა ვარ საერთოდ. ზედაპირული წარმოდგენა მაქვს, უბრალოდ მინდა ვთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი კომუნიკაცია და იმ ასაკის ბავშვად თავის წარმოჩენა, რა ასაკის ადამიანთან ბავშვთანაც გაქვს ურთიერთობა იმ მომენტში. თვითდაზიანებისა და სუიციდური ფიქრები აქვთ. თვითდაზიანებისა და სუიციდური ფიქრები აქვთ ბავშვებს. იცით, მე მსმენია ამის თაობაზე სპეციალისტებმა გაცილებით მეტი იციან ცხადია. განიცდიან ისინი აგრესიას და ბულინგს. საგანმანათლებლო ჩართულობის პრობლემები აქვს ქვეყანაში. საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასაკისათვის შეუფერებელი პასუხისმგებლობის აკიდება ხდება მათთვის. მაგალითად, ერთ-ერთი 16 წლის გოგო, ქალბატონი მაია ამბობს, ეს 16 წლის გოგო თურმე ამბობს ამგვარ რამეს, რომ დედა არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ხარ მიჯაჭვული, როცა მიდის, გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერმა დაასრულა არსებობა. მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, სახალხო დამცველის მიგნებები. ბავშვები არ ფლობენ უფლებების შესახებ საკმარის ინფორმაციას და სამართალდამცავებთან შიშიც კი აქვთ, ხო? შიში სამართალდამცავების ამ კოლექტიური ხარებებისა ბავშვებს კი არა მე მაქვს კაცო. გაზე ვლაპარაკობთ. თან ესენი, თან პარტნიორები, სამართალდამცავები, პოლიცია მოქალაქეზე ორიენტირებულნი კი არ არიან. სახელმწიფოდ წოდებულ ბანდაზე, ანუ მმართველობაზე ორიენტირებულნი არიან, ამას ვხედავთ ყველანი ყოველდღიურ რეჟიმში. აღმზრდელებს არ აქვთ ცოდნა და წვდომა დაცვის სერვისებზე. ცოდნა არ აქვთ, მე მგონი ბევრ აღმზრდელს ყოველ შემთხვევაში არ აქვს ბევრი რამის ცოდნა. მათ შორის პირველ ყოვლისა მათ არ აქვთ უნარი და თვისება კომუნიკაციისა. მინახავს ეგრეთ წოდებული აღმზრდელები, ანუ ძიძები, ამახსენდა აი ჩემი მეუღლე დაემოწმება კუსტბაზე ამ დაახლოებით 4 წლის წინ პლუს მინუს დაახლოებით ამ სეზონზე, ანუ მაის-ივნისში თუ არ ვწდები, მე ლილე პატარა იყო ჩემი უმცროსი შვილი, ვასეირნებდით მე და ჩემი მეუღლე და მე ვუყურებდი მე დავინახე ერთი ძიძა როგორ აჯანჯღარებდა პირდაპირ მნიშვნელობით ბავშვს, რომელიც მას მიაბარეს. ეს უკანასკნელი ამ ძიძის წარმოდგენით და ალბათ ობიექტურადაც არ იზინებდა, არ იკვებებოდა, ან უარს ამბობდა საკვებზე. მაგრამ რა აგრესიას იჩენდა, მე იქ ჩავერიეს, ხებით ჩაერიენ, გასაგებია, მაგრამ რა ამბავი ჰქონდა დატრიალებული ძიძას და ჩვენ ხო ეს ამას ყოველდღიურად ვეჩეხებით ჩვენ, ხო? ოღონდ ვეჩეხებით მათ შორის, იმიტომაც რომ თავად სახელმწიფო არის მოძალადე. ვაგრძელებ. ბავშვთა სიღარიბე 370,000-მდე ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურ დაუცველთა ერთიან ბაზაში. წარმოიდგინეთ, სულ ვართ 3,5 მილიონი, ოკეი, და 10%-ზე მეტი არის რეგისტრირებული 11% ბავშვებისა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. 270,000-ზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას. არასრულწლოვანთა ორსულობა და მშობიარობა 2004 წელს დარეგისტრირდა 427 არასრულწლოვანი ორსული. 2024 წელს 365 არასრულწლოვანი მშობელი. ანუ რამდენადაც მე ვხვდები მშობიარობის ნადრევად შეწყვეტასთანაც აქვს საქმე, იმის გამო რომ ოჯახები აბულინგებენ უკვე იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს მოუვიდათ, რაც მოუვიდათ. ბავშვთა ქორწინება და სამართლებრივი რეაგირება 184 შესაძლო დანაშაულზე
დაიწყო გამოძიება არასრულწლოვანთა ქორწინების მოტივით. 74 შემაკავებელი ორდენი გაიცა, 50 ბავშვი დაზარალებულად ცდეს, 45 პირის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, ბავშვთა მიმართ ძალადობა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 2024 წლის მონაცემებით ფსიქოლოგიური ძალადობა მოხდა 680 შემთხვევაში და ეს ასაკურველია სრული სტატისტიკა არ არის, რამდენი არ აცხადებს, რამდენი არ მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და სოციალურ აგენტებს ასე მაგალითად, ხო? სექსუალური ძალადობა დაფიქსირდა 156 შემთხვევაში, ოჯახში ძალადობა 59 შემთხვევაში, სხვა სახის დანაშაულები თუ ძალადობები 162 შემთხვევაში. სამართლებრივი რეაგირება 2172 პირის მიმართ დაიწყო დევნა. 608 ბავშვი დაზარალებულად ცდეს, 19 დამცავი ორდენი გაიცა და ასე შემდეგ. ჯერაც არ არის სრული მონაცემები, რამდენი ძალადობის შემთხვევა გაადამის სამართ და სამართალდამცავებს და რამდენზე დაიწყო გამოძიება. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა. ძალადობის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი არის 6-დან 15 წლამდე გოგოები. 6-დან 10 წლის მოდიში 11-15 წლის ჯგუფში 95 დაზარალებული გოგოა. 6-დან 10 წლის ჯგუფში 35, ანუ 6 წლის ბავშვი სექსუალურად ძალადობენ. 5 წლამდე 5 გოგოა, 1 ბიჭი, წერს და ამას უკვე წერს ყვავი მეორე ქალწული მაია ნასრაშვილი. ეხლა ეს ხო ყველაფერი თქვი და საერთოდ არ ვიცი ეს სფერო საბოლოო ჯამში. უბრალოდ დამაინტერესა, მომეწონა ეს თემა, აღნიშნე, ამაზეც უნდა ვისაუბროთ და უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს სახელმწიფო არაფერს კი არაფერს აკეთებს ერთი უბედურებაა, მაგრამ სულ უფრო უარესებს აკეთებს, რომ გაუარესდეს ეს ისედაც უმძიმესი სტატისტიკა. ანუ თუ ჩვენ შემთხვევაში რაც რეგისტრირებულია ასე მაგალითად 6-დან 10 წლის ბავშვებზე 35 გოგოზე დაფიქსირდა სექსუალური ძალადობა და 4 ბიჭზე, ხო, ეს ისედაც არასრული მონაცემებია, მაგრამ ეს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, ხელისუფლება წოდებული ბანდა არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რომ ეს უმძიმესი მონაცემი გამოსწორდეს და შემცირდეს, ანუ რაოდენობა და კიდევ უარესი მდგომარეობა იქნება თუ ყველა მიმართავს და რომც არ მიმართოს ყველამ და ვინც მიმართავს იმათ შორისაც უარესი მდგომარეობა იქნება და ოღონდ რატო ყვებიან ყველაფერს. გავიგე. ყველაფერი გავიგე, უბრალოდ ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მაინც საქართველოს დევადელი დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებიდან არაფერს არ ვეთანხმები. მაგრამ სხვა ამბავია, იცით თქვენ რომ ქართული ფარა დააკანონეს და აგე 2 დღის წინ ძალაში შევიდა, ანუ 31 მაისიდან, გუშინდლიდან, უფრო ზუსტი რო ვიყო. მესმის არასწორი ზმნა არის, მაგრამ მაინც ასე ვიტყვი. რატომ მებრძვის კოლექტიური კობახიძე გიგაურს, ლომჯარიას, მიაჩნია რა ისინი პოლიტიკოსებად, ოღონდ ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გავიგე. მესმის რომ უნდა რომ სახელდება მოახდინოს უკლებრივ ყველასი, ვინც მათი პოლიტიკური ოპონენტია, ან მათი კრიტიკოსია, მოდი ესე ვიტყვი, და აგენტებად მოიხსენიოს. აი ხა მე რო გამოვდივარ და ტელევიზორში რო გამოდიოდი, ახლა მეინსტრიმ მედიაში, მე უნდა დამეწეროს უცხო ქვეყნის აგენტი, რაც მე არ დავიწერ, ეგრე მაგის პასუხია. არასდიდებით არ შევეგუები ამ გვარ სტატუს ჩემი მეთავისა, მაგრამ გაანებეთ თავი ხა ირაკლი ტაბლიაშვილი რას იზავს ან ეკა გიგაური რას იზავს. ჩვენ პოლიტიკაში არ ვართ. სანდრო ბარამიძემ აბსოლუტურად სწორად მითხრა გუშინ თუ გუშინწინ გადაცემა კონტექსტში, რომ ჩვენ ვართ ჩვენ სფეროში. კი, ყველაფერი თითქოს პოლიტიკაა, მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენ სფეროში და ჩვენი კუთხით, ჩვენი რაკურსით ვაკრიტიკებთ, თორსა ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, საკრიტიკოს ცხადია ხელისუფლება წოდებულ ბანდას, რომ არ შემეშალოს და ზუსტი სახელდება რომ მოვახდინო ყველას. მაგრამ არსებობენ ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები, პირთა ჯგუფები, რომლებიც დაკავებულნი არიან არა პოლიტიკით, პაპუაშვილის ეული გაგებით პოლიტიკით, არამედ დაკავებულნი არიან სწორედაც რომ ასე მაგალითად ბავშვთა უფლებების დაცვით. და ნახეთ პაპუაშვილი თუ კობახიძე რას ეუბნება ამ ადამიანებს. თქვენს აგენტები უნდა დაირქვათ საკუთარ თავს, უნდა დაირქვათ რომ აგენტები ხართო და უზაღვინ რაღაცა თუ ვინაიდან იღებთ დაფინანსებას ასე მაგალითად შვედეთის, ბრიტანეთის, ნიდერლანდების თუ რა მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების ხელისუფლებიდან, ან კერძო ფონდიდან, ან სახელმწიფო ფონდიდან, ან საელჩოდან, ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ აგენტებად არ იწოდებით, ანუ არ დაირქმევთ საკუთარ თავს აგენტებსო, ამ შემთხვევაში თქვენ დაგეგსდებათ ჯარიმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ესე იგი ეს პაპუაშვილები მათ შორის ბავშვებსაც
სწირავენ იმისთვის, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ გამოიტანოს არავინ და არ აღკვეთოს არავინ, აღკვეთოს ან პრევენციულად არ აღკვეთოს ის პრობლემები, რომლებიც ასე მაგალითად შექმნილია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, ის საკითხები, ის პრობლემები არ აღკვეთოს პრევენციულად, რომლებიც ბავშვებს შეექმნებათ. ხო? და ესეთი სფერო არის უამრავი. ვიღაცა ინგლისურს ასწავლის, ვიღაცა ფრანგულს, ვიღაცა გერმანულს. ოღონდ ისინი აგენტებად იქნებიან მოხსენიებულნი გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ საჯარო კომენტარს გააკეთებენ ნებისმიერ მათ შორის ვიწრო სპეციალიზაციის თვალსაზრისით, აი ინგლისურის პედაგოგები ინგლისურის თაობაზე და გერმანულის პედაგოგები გერმანულის თაობაზე. ვიღაცა ძაღლების უფლებას, ცხოველთა უფლებებს იცავს, უფრო ზუსტი ვიყო, ვიღაცა რაღაც კომპანია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ასე მაგალითად, ავიცი, მცენარეთა უფლებები მეთქი უნდა ვთქვა, არა, ხო არ ვიცი, რაღაც კულტურათა გაშენებაზე თუ მოვლაზე პასუხისმგებელი თუ ამ სპეციფიკით არის დაკავებული და ასე შემდეგ და იღებენ გრანტებს, რა ვიცი, ვიღაცა იღებს რომ ფაროსანა რომ შეესია რაღაცა ჩვენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხო? იმასთან დაკავშირებით მიიღო 23,000 და პაპუაშვილი ეუბნება რომ შენ აგენტი ხარ, იმიტომ რომ უცხო ქვეყნის აგენტი ხარ და უცხო ქვეყნის ინტერესს ემსახურები, როცა მე რეალურად აი ფაროსანასთან დაკავშირებით რომ მივიღო ფაროსანა როგორ დაამარცხოს თუ რა ვიცი რაღაცა სხვა მავნებელი მწერი რომ დაამარცხოს ქვეყანამ საზოგადოებამ რა ვიცი ასე შემდეგ და ასე შემდეგ რეალურად უცხო ქვეყნის ინტერესს კი არ ვემსახურები არამედ ვემსახურები სწორედ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. აი ხა მიუბრუნდები ბავშვებს, აი ბავშვთა უფლებებზე ვინ ზრუნავს და ესეთები არიან, რა საკვირველია, უამრავი ორგანიზაცია, უამრავი მაინც და მაინც 1000 კი არა, მაგრამ ათეულობით ორგანიზაცია უთუოდ არის და ეუბნება პაპუაშვილი და კობახიძე, რომ შენ ხარ უცხო ქვეყნის ინტერესთა გამტარი, უცხო ქვეყნის აგენტი, უცხო ქვეყანას ემსახურები, როდესაც ამას სჩადიხარ. მე ვკითხულობ თქვენთვის ეგრეთ წოდებული ნეიტრალური მაყურებლისათვის არიან თუ არა ისინი აგენტები? არიან თუ არა ბრიტანეთის აგენტები ის მოქალაქეთა ჯგუფები, რომლებიც დაკავებულნი არიან ბავშვთა უფლებების დაცვით, რომლებიც ეუბნებიან სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანს ამ მოზარდს ნუ დაიჭერ, იმიტომ რომ მას დაჭერა არ ეკუთვნის, იმიტომ მასზე ნუ იძალადებ. და რაღაცა ამ კანონს ქმნის, ამგვარ კანონებს ქმნის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ ნებართვას აძლევს ყველა მოძალადეს სახელმწიფოდან, სახელისუფლო მოძალადეებს, თავადაც ხო მოძალადეა, მაგრამ აი ესე უშუალოდ პოლიციელებს, რომ მოხდეს მეტი და მეტი დარღვევა უფლებებისა. ამ შემთხვევაში ბავშვებზე ვლაპარაკობ, მოზარდებზე და ბავშვებზე ვლაპარაკობ, სხვა შემთხვევაში სხვათა უფლებების დარღვევა მოხდეს. აი მაგალითად აუტისტი ბავშვებთან დაკავშირებითაც მუშაობს ან თუ გნებავთ არ გავარებოთ არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც ემსახურებიან სწორი სიტყვა ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციები და პაპუაშვილი ამბობს რომ ისინი არიან აგენტები, უცხო ქვეყნის აგენტები არიან ისინი, ვინც მიიღო ასე მაგალითად ბრიტანეთის გრანტი იმის თაობაზე რომ დაეხმარონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ან რაბისნობა მოქალაქეებს მთლიანად. ეხლა დავუბრუნდები ბავშვებს და დავამთავროთ ეს ვიდეო ბლოგი. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი შვილები, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეს ინსტიტუციები, ჩვენ ანუ საზოგადოებამ და ეს ხელისუფლება რომ წავა, ამ თვალსაზრისით წავა და წავა რა საკვირველია ეს ბანდა, აბრას იზამს. ხო, ამ თვალსაზრისით უზარმაზარი ფინანსები უნდა ჩავდოთ, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ესეთი ინსტიტუციები და ჩვენ მართლა მოუვაროთ ჩვენ შვილებს, თურმე ეს არასრული მონაცემები იყო, რაოდენ სერიოზული პრობლემებია ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით. თურმე რამდენ სექსუალური ძალადობის რამდენი მსხვერპლი გვყავს თურმე მოზარდებში 6 წლის, 7 წლის, 8 წლის გოგოებში უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ ბიჭებშიც რა კატასტროფა ხდება. თურმე ჩვენს ქვეყანაში. და პაპუაშვილს ეს ფეხებზე კიდია. პაპუაშვილს ერთი სურვილი აქვს როგორმე დარჩეს სამუდამოდ ან დიდი ხნით და დედასტირებია მთელ ქვეყანას, ყველას უფლებას და ქვეყნის განვითარებას. ეს არის პაპუაშვილის და პაპუაშვილი რა შუაშია ბიზინა ივანიშვილის მთავარი მიზანი, რომ სახელმწიფო აღარ გქონდეს ჩვენ არც ერთი ინსტიტუცია აღარ მუშაობდეს, არც სახელმწიფო ინსტიტუცია და არც კერძო ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს ქვეყნის განვითარებისათვის გარდაულა დაუცილებელია. და სულაც არ არის სახელმწიფო ვერტიკალის თუ ჰორიზონტალის წევრი, ვერტიკალის წევრი.
ნახვამდის.